32 დღეა ბათუმი აქტიურ რეჟიმში აპროტესტებს რუსულ რეჟიმს დღის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზე როგორც იცით სხვადასხვა პროფესიისა და სტატუსის მქონე ადამიანები იკრიბებიან და აპროტესტებენ რა თქმა უნდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ხოლო ყოველ საღამოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან არის ტრადიციული შეკრება 7 საათზე აქ იკრიბება რიგითი ბათუმელები სამოქალაქო აქტივისტები პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და ისინი გვიან საღამომდე არიან ხოლმე აქ არ არის როგორც თბილისში ისე ტრადიციული აქცია ყოველ დღე მოდიან ბათუმელები ერთმანეთს ესაუბრებიან და ბუნებრივია საუბრობენ რუსული რეჟიმის ქმედებებზე რამდენიმე წუთის წინ ტრადიციულ აქციას საკონსტიტუციო სასამართლოსთან შემოუერთა კვარიატში და გონიოში მცხოვრები ლაზები ჩვენ ეხლა მათ პირდაპირ ეთერში გავესაუბრებით ლაზურად გიწერიათ რას ნიშნავს ეს თქვენი წარწერა და რო გვითხრათ თქვენი პროტესტის შესახებ მივესალმები ჩვენ მაყურებელს მე აქ წარმოდგენილი ვარ როგორც ლაზების გამგზელებელი წარმოშობით მე ლაზი არ ვარ თუმცა ლაზებს გავუჩინე შვილი და შესაბამისად მიწერია რომ ლაზი ბავშვი მოსკოვისთვის არ გამიჩენია და თქვენი ეთერით მინდა ვისარგებლო და მიმართო ქართველ დედებს რომ არ შეშინდნენ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია გამოვიდნენ და გააპროტესტონ ის უსამართლობა რაც დღეს საქართველოში ხდება იმიტომ რომ ჩვენ შვილებს რუსეთისთვის არ ვზრდით და არ ვაჩენთ ჩვენი ადგილი ევროპაშია ჩვენი შვილები უნდა იღებდნენ ევროპულ ღირსეულ განათლებას და განვითარებას შესაბამისად ყველას ვალდებულება ყველა დედის პირველ რიგში ვალდებულება იდგეს განვითარების და საქართველოს ნათელი მომავლის მხარეს. ძალიან დიდი მადლობა. თქვენ რა გიწერიათ ლაზურად, რო გვითხრათ და თქვენი პროტესტის შესახებ. მოგესალმებით. მოკლედ დღეს უმცირესობა გამოვედით ლაზების სახელით და გვინდა შევახსენოთ ჩვენს მოსახლეობას, რომ ჩვენ არ ვართ სხვა ეროვნების, ჩვენ ვართ ქართველები, პირველი ქართველები და ჩვენს აზრს ყოველთვის დავაფიქსირებთ. ჩვენი აზრი იქნება როგორც თითოეული ქართველის აზრი, ერთ და იგივე იქნება მოკლედ და ჩემს პლაკატზე ესეთი ივენთი დავაანონსეთ ლაზაფეს ფელუკათენ ევროპაშა გამახდემო, ანუ ეს ნიშნავს ლაზების რა ქვია ნავით ევროპაში შესვლა. აუცილებლად მონიშნულია ეს რომ ყველა მივდივართ და ლოკაცია იქნება სარფი, ანუ გავდივართ სარფიდან და გელოდებით ყველას, როცა გავიმარჯვებთ, აუცილებლად უნდა შევიდეთ ლაზური ნავით ევროპაში. ძალიან დიდი მადლობა. ლაზური ნავით შედის ევროპაში. თქვენ რა გიწერიათ ბანერზე და თქვენი გამარჯობა, მოგესალმებით. საქართველოსდან ევროპისკენ უმოკლესი გზა სარფიდან იწყება და ჩვენი გზა ესა ნავი უკვე დაძრულია ევროპისკენ და მალე სარფი და არა მარტო სარფი, მთელი საქართველო ევროპისკენ სახელოვნად შევალთ. ხო. ძალიან დიდი მადლობა. თქვენც რომ მითხრათ დღეს ლაზების პროტესტის შესახებ ბათუმში 32 დღეა მიმდინარეობს საპროტესტო აქცია დღეს ლაზები შემოუერთდათ. კოლხეთი არის დიდი ცივილიზაციის ნაწილი. ჩვენ ლაზები ვართ კოლხეთის ნაწილი. ჩვენთა ცივილიზაცია იწყებოდა კოლხეთიდან. ამიტომ ჩვენ წინ ევროპისკენ რო ვიძახეთ, ჩვენ უკვე დიდი ხანია ვართ ევროპაში, ლაზები. დიდი ხნის უკან ვიყავით ევროპაში. ამიტომ არ გვინდა ეს რეჟიმი წინააღმდეგობას ვუწევთ ჩვენ ამ რეჟიმს, იმიტომ რომ გვინდა ცივილიზაცია, გვინდა ევროპა, გვინდა ნათელი მომავალი ჩვენი შვილებისთვის. სიბერე, 7 სიბერე გვინდა რაც თავარია, უზრუნველყოფილი სიბერე, რომელიც ახლა არა ვართ ჩვენ არ არის ეს ქვეყანა ამის გარანტი. ეს ხელისუფლება ამის გარანტი არ არის. 7 სიბერის ჩვენი ბავშვების მომავლის გარანტი. უკაცრავად მიწირწოდა. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ გვინდა ცივილიზაცია, ჩვენ გვინდა 7 და ევროპული სიბერე. აი ეს არის ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეების მთავარი სათქმელი. 32 დღეა როგორც გითხარით ბათუმში თბილისის პარალელურად აპროტესტებენ რუსულ რეჟიმს და ამ ადამიანების მთავარი მოთხოვნა არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა.